ანუ სასამართლოში დაბაში თქვენ თავად ადგენთ ნებისმიერ გადაცემაზე გაქვთ ეს ნორმა. თქვენ წარმოიდგინეთ ეს სასამართლოს წინაშე წარმოთქმული სიტყვა ათქმევინის ბოლომდე. ვესაუბრებოდი როგორც თქვენ გესაუბრეთ მოსამართლეს. იქ იყო არა ერთი, არამედ ორი პროკურორი. და დამთავრდა ეს სასამართლო. ხოლო შემდეგ, როცა აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ არა მოსამართლე, რომლის წინაშე წარმოთქვა, არა პროკურორმა, რომელიც ესწრებოდა, არამედ ვიღაცამ სულში მიაგნო ამ სიტყვას, აღმოაჩინა, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და წამიყენეს ბრალი. მე შეფასებას ამ თვალსაზრისით არ ვაკეთებ, ეს არის ჩემთვის პირადად მოქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რატო არის ამ ქვეყანაში ხელისუფლება დასახლებული. ეხლა შევეცდები უშუალოდ რა ვთქვი, რას გულისხმობ და რა გითხარით მე თქვენ, რომ არ ვიცი ვაღიარებ თუ არა ბრალს. ბატონ რომეო, მინდა სწორედ გამიგოთ, რომ მე აბსოლუტურად სერიოზულად ვდგები, როცა ვთქვი, რომ არ ვიცი. მართლა არ ვიცი, რა გულისხმობ, იმიტომ რომ მეც მონეთ ადამიანური თვალსაზრისით არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ჩემთვის ამის აღიარება, ეხლა ვაპირებ გამეორებას. მეორე მხრივ, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს რატომ უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული და უბრალოდ კრიმინალად რატომ უნდა ვიწოდებოდე მოსაზრების გამოთქმის გამო. მოსაზრების, რომელშიც ღრმად ვარ დარწმუნებული და მის დამოკიდებულებასაც შევეცდები ეხლა აქ ახსნა თქვენ თვალწინ რა ვთქვით და რა იგულისხმება ამაში. ზუსტად ის იგულისხმება, რომ ხელისუფლების დამხობა მიმაჩნია ერთადერთ გზად არსებულ ვითარებაში, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან, რომელსაც აქვს შანსი მხოლოდ ამ გზით განვითარდეს. თავისთავად ან იმაც ახსენა სიტყვაში, რომ თავისთავად საქართველოს კანონმდებლობით არც ერთი ნორმით არ არის ხელისუფლების დამხობა როგორც დანაშაული შერაცხილი. ხვალ-დილით მე ან ვინმე ნებისმიერმა მოქალაქემ ხელისუფლება რო დაამხოს, ზეგ-დილით ამ საქმისთვის მას ვერც ერთი მუხლით ვერავინ ვერ გაასამართლებს. აგულისხმობ თამდევ დანაშაულებს, თუ ვინმე მოკლა, ვინმეზე იძალა და ეს სხვა მუხლები. ხელისუფლების დამხობა, როგორც ასეთი ჩვენ კანონში დანაშაული ფიქსირებული არ არის. გარდა ამისა, ეს ხომ ჩვენ არსებითად კანონში რა გვიწერია, როგორ გვიწერია, ეს სინამდვილეში არის მეორე ხარისხოვანი. გარდა ამისა, პლუს ამას. იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოება თანხმდებით ნორმებზე, ქცევის ნორმებზე და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას ვიღებთ როგორც ნორმალურ ქცევის ნორმას, მხოლოდ მას შემდეგ ეძლევა მას კანონის ძალა. ხელისუფლების მიერ რომელიმე კანონში შეტანილი რომელიმე მუხლი ან რომელიმე ცვლილება პირდაპირ ადამიანს არავალდებულებს დაემორჩილოს. აი მაგალითისთვის, როცა ეს ხმადაღებული საუბარი არის, ეხლა ტროტუარზე ადამიანის ღომისთვის კი კანონში წერია. წერია რაღაცა მე არ წამიკითხავს, მაგრამ ვიცი რომ წერია. პირადად მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, საერთოდ არ მივიჩნევ მას ნორმალურად, არ მივიჩნევ კანონად, რომელსაც მე უნდა დავემორჩილო. მაგალითისთვის, ანალოგიისთვის, შეგვიძლია გამოვიყენოთ, აი მე დავიბრალე 1980 წელს. საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, ვიყავით 11 წლის. კიდე რამდენიმე წელი საქართველოში გრძელდებოდა სიკვდილით დასჯა. მიუხედავად იმისა, რომ მე ბავშვი ვარ, შემიძლია ვთქვა, რომ არ მეპოქის ადამიანი, სადაც სიკვდილით დასჯა იყო კანონის ნორმა. მე გეუბნებით, არ მეთქმა დაიფაროს, მომხვედრო და შემხვედრო და ამოდეს მე არ არის სამყარო ასეთი გადაზღვრული. ესეთი რამე მოხდეს, მე იქეთ ვესვი, ვინც დააპირებს ჩემს სიკვდილით დასჯას კანონის წესით. იქეთ დავხვდა მას, ვინც გამომიტანს განაჩენს და მეტყვის, რომ აი კანონში წერია და ამიტომ უნდა დავხვდოთ. არსებობს სამყაროში სადაც ქვეყნები, სადაც ეს სამწუხაროდ არაცოტა, სადაც ეს ნორმები ფუნქციონირებს. ამიტომ ჩემის აზრით, ესეც არ არის თავარი არგუმენტი იმისთვის, რომ ადამიანი კრიმინალად გამოაცხადოს. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ იმას, რა ვთქვი ბატონ რომეო. მე ვთქვი, რომ ეს ხელისუფლება უნდა დაიყოს. ამის უფლება ადამიანებს გვაქვს ბუნებით მონიჭებული. მეტნაკლებად ეს უფლება ფიქსირებულია ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში. არ არსებობს ისეთი ვითარება, რომელსაც შეუძლია ადამიანს შეუძღუდოს თავისი ბუნებითი უფლება. რატომ არის ეს ჩვენი ბუნებითი უფლება? თუ ჩვენ ვცხოვრობთ დიქტატურაში, თუ ვცხოვრობთ, აქ სხვა საკითხია, ვინ თვლის, რომ ეს არის დიქტატურა და ვინ არ თვლის, ეს სხვა საკითხია, ამაზე ავსაუბრობ.
თუ ჩვენ ცხოვრობთ და ჩვენ თვლით, რომ ჩვენ ვინც თვლით, რომ ცხოვრობთ დიქტატურაში, ჩვენ სრულიად ლეგიტიმური უფლება გვაქვს ეს დიქტატურა დავამატოთ. უფრო მეტიც. მე სულ ვამბობ, რომ გარდა ლეგიტიმური უფლებისა, ეს არის კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალდებულება, რომ დიქტატორი დაამხოს. ისე მცირედი ანალოგია რო გამოვიტანო ისტორიიდან. აი ბატონო რომ თქვენ როგორ შეაფასებთ, როგორ ფიქრობთ 21, 22, 23 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ქართველებს რომ შეიძლებოდა და დაემხოთ ორჯონიკიძე თუ ფილიპე მახარაძე თუ ვიღაც კიდე გაუკვეველი კომუნისტები. ქონდათ ამის უფლება? რა თქმა უნდა ქონდათ. 24 წლის აჯანყების უფლება ქონდათ ქართველებს. რა თქმა უნდა ქონდათ იარაღით აჯანყების უფლება. უბრალოდ ვერ დამარცხდნენ სამწუხაროდ. ჩმარცხდა სამწუხაროდ. ჩვენ და საუბედურო დამარცხდნენ. მე წინა სასამართლოზეც ვახსენე ერთი ჩემი ნაცნობი ნორმალური ადამიანი ბელორუსელი, რომელთანაც ჰქონდა ამ პატარა პერიოდის განმავლობაში გაერთიანებული კომუნიკაცია და მან ჩემი გამოცდილება მითხრა რა შენი ხედვით რა ეშველება ბელორუსს. არაფერი მithარი უნდა დაამხო კაცი. ჩვენ ხო ყველას კარგად გვესმის რომ სხვა გამოსავალი ბელორუსელებს არ აქვს. უბრალოდ თეორიულად არ აქვს. ლუკაშენკო მათ თავისუფლებას არ აჩუქებს. ისე რომ საქართველოში არავინ არ გვაჩუქებს ჩვენ არც ივანიშვილი, არც ყობახიძე და არავინ თავისუფლებას. ჩვენ არ დავობთ იმაზე, ვინ თვლის ამას დიქტატურად, ვინ არ თვლის დიქტატურად. ეს სხვა საკითხია. მე ვთვლი რომ ეს არის დიქტატურა. ჩემი ვალდებულება არის ასეთი. მეორე მხრივ აი მუდმივად რატო გამოიწვია ამან ესეთი რაღაცა, მე ვთქვი ჩემი აზრით და რატო გამოიწვია ამან სისხლის ამასებრივი პასუხისმგებლობა. ჩემი აზრით ერთი მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ რომ დღის წესრიგში პოლიტიკურ დისკურსში ეს საკითხი ასე არ დგას. არ დგას, ხო? ჩვენ ცხოვრობთ რაღაც გაუგებელ ვითარებაში, სადაც აბსოლუტურად ყველას ესმის, რომ ეს არის დიქტატურა, მე გულისხმობ აქტორებს, ყველას ესმის, რომ ეს არის დიქტატურა, ყველას ესმის, თუ ადამიანებს სიღრმისეულად დაელაპარაკები და ჩაეძიები, ყველა ბოლოს გეტყვის, აი დაახლოებით ესეთ ფრაზას, ეს კაცი ისე არ წავა. აი ამას გეტყვის აბსოლუტურად ყველა. შეიძლება დღეს ეთერში ვინმე იჯდეს და რაღაცა შემართებით საუბრობდეს, მაგრამ თუ მას ერთ-ერთზე ესაუბრები და თუ მე უფრო გამოიკვლიო, აბა რა გვეშველება ამ ფრაზას ბოლომდე მიიღო, გეტყვის რომ ეს ისე არ წავა. აი ეს ვითარება. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ამაზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს, ეს არის ნორმალური მოვლენა, აბსოლუტურად ნორმალური მოვლენა, იმიტომ რომ ქართულ საზოგადოებრივ დისკურსში დამხობა აქვს თავისი ასე ვთქვათ რაღაც ნიუანსები. ერთი მხრივ ეს არის ის, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმაზე, რომ ამ სიტყვის და ამ ტერმინის გამოყენება არ დაუშვას, იმიტომ რომ ჩემზე უკეთესად ივანიშვილმა იცის, რომ მისი ხელისუფლებიდან გასვლის ერთადერთი გზა არის მისი ხელისუფლებიდან ჩამოხდება. ამიტომ ყველაფერს გააკეთებს, რომ უბრალოდ საუბარი არ გაბედოს არავინ, ზოგადად ნებისმიერი ქცევა, ნებისმიერი ქმედება ჯერ იწყება მხოლოდ საუბრით. თუ ადამიანების გონებაში სიტყვით ფსიქოლოგიური ბარიერი არ იქნება გადალახული, არასდროს ქმედება ამას არ მოყვება. ჩვენ ასე ვიცხოვრეთ არა 70, კიდევ უფრო დიდხანს, რამდენიმე წელიწადი 70 აქეთ და 200 წელი ცხოვრობთ კიდე ესე უფრო მეცად ჩართული სამწუხაროდ. მეორე მხრივ რა აქვს ამას? ამას აქვს ერთგვარი შიში კიდე ქართულ საზოგადოებაში. ეს სიტყვა ჩვენი გვაქვს ჩვენი ემოციური კულტურა, რომელიც ამ ყველაფერს ძალიან საშიშად აქცევს. შეგახსენებთ 90-იან წლებს ასოციაცია ხელისუფლების დამხობასთან ქართულ საზოგადოებაში ქვეცნობიერი ეგრევე წარმოადგენს 90-იანი წლების ნიუანსებს. თუ აი ეგ არის რაღაც უბედურება, ხელისუფლების დამხობა აუცილებლად გადაიქცევა რაღაც ფართომასშტაბიან უბედურებად. თუმცა ამავდროულად გვავიწყდება, რომ რეალურად ხელისუფლების დამხობა მშვიდობიანი რევოლუციით იყო 2003 წელსა პირიქით პროგრესის გარდა მას არაფერი ცუდი არ გამოუწევია. პირიქით. და მეორე მხრივ ხელისუფლებას აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანების ქვეცნობიერს მიწდეს სხვადასხვა გზებით და გაუმეოროს მუდმივად. მე ისე არ წავალ ხელისუფლებით. მე იარაღს ავიღებ ხელში. დაახლოებით ეს არის. აი ქართულ საზოგადოებაში გამჯდარი, ფართოდ გამჯდარი
შიში თითქოს რომ ომი იქნება რუსეთთან, უპირველეს ყოვლისა თუ კარგად დაუკვირდებით, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ეს არ გულისხმობს, აბსოლუტურად არ გულისხმობს უმრავლეს შემთხვევაში, რომ ვინმე ელოდება ხვალდილით რუსული ტანკების შემოჭრას. ჩვენი საზოგადოება გონიერია ძალიან კარგად ისმის, რომ რუსეთს დღეს და კარგახანს ამისთავი არ ექნება. ჩვენ საზოგადოებას ეშინია, რომ ივანიშვილი ჩაიგდეს. ნუ რა ვქნათ, ესეთი შიშია. მეორე მხრივ, ეხლა არსებითად რატო არსებობს ეს დასკვნა და რატო არის ჩემი შეხედულება? მე გეტყვით აუცილებლად მოწოდება, სიტყვა მოწოდებასთან დაკავშირებით, მაგრამ მანამდე ამ შეხედულებაზე. რატომ არსებობს ეს შეხედულება? ჩვენ მე ხმარ ვარ დაწუნებული ადამიანებს გვაქვს მხოლოდ ერთადერთი საერთოდ სამყაროში გვაქვს ერთადერთი საშუალება ამოცანის ამოხსნის, ნებისმიერი ამოცანის ეს არის დაკვირვება. ჩვენ საერთოდ ვიცით ხოლმე სხვა ადამიანს გენიოს უწოდებთ, ხან აინშტაინს უწოდებთ და არიკიდეს და ხან ლეონარდო და ვინჩის. ყველა გენიოსია რა თქმა უნდა, მაგრამ არსებითად აღმოჩენის და ამოცანაზე პასუხის ერთადერთი მექანიზმი არის მოვლენებზე, პროცესებზე, ფაქტებზე, ნებისმიერ ამაზე დაკვირვება. ქიმიიდან დაწყებული, ფიზიკით დამთავრებული და ყოველდღიური ცხოვრებით. თუ კარგად დავაკვირდებით, სად ცხოვრობთ ჩვენ დღეს? სად ცხოვრობთ ჩვენ დღეს? თუ კარგად დავაკვირდებით, რომ მეორე ბატონო მე გულისხმობ საზოგადოების იმ ნაწილს, ვიშიც არის კონსენსუსი. მე არ ვესაუბრები ამ გულისხმობ ხელისუფლებას და ასე ვთქვათ, ფოცებს, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ თავიანთი დაინტერესების გამო. საზოგადოებაში არის კონსენსუსი, თუ დავაკვირდებით, რომ ჩვენ არ გვაქვს ასამართლო. საზოგადოებაში თუ დააკვირდება საზოგადოება, მიხვდება, რომ ცხოვრობთ აბსურდში, სადაც ტროტუარზე დგომისთვის ადამიანს აბადებენ. თუ დააკვირდება საზოგადოება, მიხვდება, რომ შეიძლება Facebook-ზე ნათქვამის გამო ადამიანი ციხეში ჩასვა. თუ კარგად დააკვირდება საზოგადოება, მიხვდება, რომ ამ ყველაფრის შეცვლა მას არჩევნებით არ შეუძლია. თუ საზოგადოება დააკვირდება, მიხვდება, რომ არჩევნები ძალიან დიდი ხანია საქართველოში არ არსებობს. სინამდვილეში სულ რამოდენიმეჯერ ჩატარდა ჩვენს ისტორიაში არჩევნები. თუ კარგად ამ ყველაფერს დააკვირდება, ამოხსნის მხოლოდ ერთი გამოსავალი. ეს არის დამხობა ხელისუფლების. თუ ფიქრობ, რომ არ არის სასამართლო, თუ ფიქრობ, რომ არ არის არჩევნები, თუ ფიქრობ, რომ ხელისუფლება ადამიანის ღირსებაზე ძალადობს, მაშინ ერთადერთი საშუალება არის ეს ხელისუფლება დააყო. ეს არის მხოლოდ ერთი, მეტი სხვა გამოსავალი არ არის. მე გეტყვით თქვენ ერთ ანალოგიასაც. ჩვენ თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩინეთ. შეიძლება აღმოვაჩინოთ სრულიად თქვენ ახლა იურისტი ხართ, იურის საზოგადოებაც არის. ცოტა შეიძლება გაიკვიროს სხვა, მაგრამ იურისტებმა იციან, რომ შეიძლება აღმოვაჩინოთ ახალი დანაშაული. რას ნიშნავს? მაგალითად, მაგალითი ყველაზე ფართო ამათ უყვართ ეს მაგალითი ამ ხელისუფლებაზე. ყველაზე ფართო ცნობილი მაგალითი ანალოგიის ეს არის ნიურნბერგის პროცესი. ნიურნბერგის პროცესში და შემდგომ უკვე ისრაელშიც ნაცისტების გასამართლება ეფუძნებოდა ერთ მთავარ არგუმენტს, რომ დანაშაულთა ეს ტიპი მანამდე არ იყო კაცობრიობისთვის ცნობილი, ამიტომ უკუქცევითი ძალა მიეცა კანონს. ცალსახად ეგრეთ ნაცისტების შესახებ და ნაცისტებთან თანამშრომლობის შესახებ კანონი და იგივე კანონი ისრაელში, მას ჰქონდა უკუქცევითი ძალა. ახლა მე გეტყვით ამ ანალოგიაზე დაყრდნობით რისი თქმა უნდა. მე დარწმუნებული ვარ, არც მე, არც თქვენ და არც არავის მოვიდოდა აზრად, რომ ბუნებაში არსებობს დანაშაული, რომელიც გამოიხატება ხელისუფლების მხრიდან საკუთარი მოქალაქეების სისტემურ დეჰუმანიზაციაში. არ არის ჩაუდენია. არ არსებობს დანაშაული, აქამდე არ არსებობდა დანაშაული, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ხელისუფლების მხრიდან სისტემური შეურაცხყოფა მიმდინარეობს ადამიანების. დაუკვირდით ნიუანსს, გაგულისხმობ. ერთი ადამიანებს, ვისაც აპატიმრებენ, მიჭერენ, ციხეში სვამენ, აჯარიმებენ. არა, ამას არ გულისხმობ. ეს გასაგები და ჩვენი თვალებისთვის. რაც აღმოსაჩენია, არის ის, რომ მაგალითად შეგახსენებთ ფართო ცნობილ ამბავს, ხალხს ურეკავდნენ და დედას აგინებდნენ. ხო არ იჭერდნენ? არა, აცეთ ამის არ უშვებოდნენ. რას აკეთებდა ხელისუფლება სისტემატურად? ადამიანების ღირსებას ხელავდა ფერფლში. მეტი არავინ არ იცოდა შეიძლება. მხოლოდ ხელისუფლებამ და მხოლოდ იმან, ვისაც დაურეკეს. ეს იყო ათეულობით ათასი. აი, ასეთი ხელისუფლება უნდა დაემოს. მე სხვა შესაძლებლობები უბრალოდ არ ვიცი. ამას ხსნიდი, ამას ხსნი ერთმანეთს. მეორე მხრივ, აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა. ბატონო? ხელისუფლება უეცალია დიახ. ბატონო? რაღაც პრინციპულებზე დაყრდნობით ძანეთ ალბათ ამას, ხო? დიახ, ვისა. საკუთარ ცნობილი ფაქტია, ბატონო რომელი.
საბოლოოდ ცნობილი ვარ, მე საიდან ვიცი? მე ვიცი მედიიდან, სოციალური ქსელებიდან და ადამიანები რო საუბრობენ. და ვიცნობ ორ ადამიანსაც, ვისაც დაუვიწყე პირადად. მეც არა, მაგრამ მე ვიცნობ რაღაც საბოლოოდ მედია, რაღაც სამყაროში რაღაც ასეული ეს არის ისე. რაც დაგმოვიდას მე მგონი რომ ხელისუფლება ეს მოქალაქეებს უკრავდა რაღაც შეურაცხყოფას ახერხებს. კი ბატონო. კი ბატონო. ხო, ყოველ შემთხვევაში ჩემი შეხედულება არის. ეს ჩემი შეხედულება. მე არ ვარ არც პროკურორი, ეხლა ახლა არც მით უმეტეს მოსამართლე. მე ვხსნით ჩემი შეხედულება. პროფესიით იურისტი ძალი. დიახ, პროფესიით იურისტი. ხო, მაგრამ ეს ჩემი აქტიური პროფესია არასდროს ყოფილა. მე ადვოკატად და პროკურორად არ მომუშავე. ეს მხოლოდ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მხოლოდ დიპლომია და მეტი არ არის. ხო, და ეს ერთ-ერთი არგუმენტია, ბატონო. ეს მხოლოდ ერთ-ერთი არგუმენტია. მაგრამ მაგალითისთვის მე უფრო ადრე მოგიყვანეთ თქვენ ტროტუარზე დგომის კანონი. ასე ეძახის ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ხალხი. ასე ეძახის საზოგადოება. თავარი არის ის, რას ეძახის კანონს ხალხი. თავარი არის ეს. საქართველოს მე შეგახსენებთ, მე არ ვიცი ბატონო რომ თქვენ ასაკით გზადებით, საიდან გახსოვთ კარგად საქართველოს ისტორია. მაგრამ მე შეგახსენებთ, რომ გამოხატვის თავისუფლების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ჩვენი ხელისუფლების დროს იქნა მიღებული კანონი. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული, რომელიც სიტყვის და აზრის გამოხატვის და შეგრების თვალსაზრისით აბსოლუტურ თავისუფლებას ანიჭებდა ნებისმიერს ამ ქვეყანაში. არანაირი შეზღუდვები საერთოდ, აი ბუნებაში, აი მართლა იციან ხოლმე ხშირად ამბობენ, რომ ბევრს ვადარებ საკუთარ თავს ადამიანები სხვა ქვეყნებს, მაგრამ ამ თვალსაზრისით, ამ საკანონმდებლო ცვლილების თვალსაზრისით, საქართველო იყო ტოპ ნამდვილად ასეთი უკეთესი ამ სფეროში არავის არ. ჩვენ დავედით ქვეყანა იქამდე, რომ პირდაპირ იმუშაობდით მართლა ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს დაკავებდით, ხო? და მივედით იმ ვითარებამდე, როცა Facebook-ზე პოსტის გამოხატვის გამო ადამიანებს ასამართლებთ. ეს არგუმენტები ბატონო რომეო, ვიცით რომ რაში მდგომარეობს საქმე, რომ მე ხას უსვამ იმას, რომ კანონში ჩაწერილი ნორმების განხილვა არ არის რელევანტური. იმის დასადგენად ხელისუფლება არის თუ არა დიქტატურა. არ არის რელევანტური. თავარი არის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აღქმა. სასამართლო დედამიწის ზურგზე არ ყოფილა პრეცედენტი, არ მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში, რომ სასამართლოს განეხილა მოქმედი ხელისუფლება არის თუ არა დიქტატორი და აი თქვენ რომ კითხეთ სიტყვაზე, რამე არგუმენტებით ეს ვინმეს დაედასტურებინა. იმიტომ რომ ოქსიმერონია ის, ხო? შეუძლებელია რომ თუ დიქტატორი არსებობს, ის ვინმე მასე ფაქტებით აქ მთავარი არგუმენტი არის საზოგადოების განცდა. საზოგადოების განცდა კიდე ასეთი არსებობს და აბსოლუტურად დომინანტური. მე გეტყვით ამ თვალსაზრისით, რატო გულისხმობ, რომ დომინანტურია შეიძლება ამას დაგაინტერესებთ. მე შეგახსენებთ მაგალითისთვის 1999 წლის 9 აპრილის შემდგომ ჩატარებულ პირველ მრავალპარტიულ არჩევნებს საქართველოში. იქ დაახლოებით 54 არის შტოს უკეთესად ემახსოვრებათ, სადაც 50-ს უნდა გადაცილებული იყო ის ხმები, რაც გვალვა მაგი და მაგი. არანორმალურად ბევრი ხმები აიღეს კომუნისტებში. აი დღესაც ეს იმის ხმამიდა, რომ დღეს რო სიტყვაზე, აი დღეს რომ აქ ჩვენს ქვეყანაში ვლადიმერ პუტინი იყრიდეს ხმებს, ისიც რაღაც ხმებს აიღებს. ანუ საზოგადოებრივი კონსენსუსი არ გულისხმობს იმას, რომ საზოგადოების 100% იზიანებდეს კონკრეტულ შეხედულებას. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ვიღაცეები უბრალოდ არ იყვნენ, არ არსებობდნენ და ბოროტებებს ხარს არ უჭერდნენ. ვიღაცეები დიქტატურას თავისთავად ხავს მომხრეები, დიქტატურა ვიღაცეებს თავისთავად აძლევს საქმეს. ეს არის მოსაზრება, რომლის გარშემოც ვტრიალებდი, როცა ვაყალიბებდი ამ შეხედულებას. მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ მოვიხმობ იმ ანალოგიას, რომელიც ეხება 20-იან წლებს და კომუნისტებს. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ საოკუპაციო რეჟიმის დამხობის უფლება ჰქონდათ 24 წელს აჯანყებულებს თუ ნებისმიერ სხვას და უბრალოდ ვერ გააკეთეს და არ გააკეთეს, დღესაც გვაქვს ეს უფლება. დღესაც გვაქვს ეს უფლება. ბუნება იმის, რომ ხელისუფლება ასეთი შინაარსის არის, ამაზე როგორც ვითხარით, არა მხოლოდ საერთოდ უამრავი რამ მეტყველებს და მთავარი ამ შემთხვევაში თავი, აი დავუკვირდეთ კიდე სხვა ანალოგიებს.
ისტორიული პრეცედენტები, სადაც დიქტატურები არსებულა, სადაც დიქტატურებს ქვეყნები უმართავთ. საყოველთაოდ სამართლებრივ სფეროში ეს დიქტატურები, როგორც დიქტატურები აღიარებულიდან მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი დაემხნენ. ჩაუშესკო არავის უღიარებია დიქტატურად საკუთარ ქვეყანაში არც სასამართლოს, არც პროკურატურას, მხოლოდ დამხობის შემდეგ ფურცელზე დაიწერა, რომ ეს იყო დიქტატურა. მეორე მხრივ, ვიღაცეები ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ესე ინტენსიურად მუშაობენ, მე მგონია მცდარად, სულიან მცდარად იმის საილუსტრაციოდ, რომ აი ამათ ხელს არავინ არ ართმევს და რაღაც კეთროვანები არიან. მეგობრებო, ეს მცდარია იმ თვალსაზრისით, ბატონო რომელი ჩემი შეხედულებით, რომ დასავლური სამყარო, რომელზეც ჩვენი პოლიტიკური აქტიურები აფილირებენ, ეს არაფერი უკაცრავად რომელზეც აკეთებენ აქცენტს, ეს დასავლური სამყარო დიქტატორებს ყოველთვის ელაპარაკებდა. აი მაგალითად, მე შეგახსენებ, ჩვენ დიქტატორ ივანიშვილს აქვს საფრანგეთის ლეგიონის ჯილდო. იგივე ჰქონდა მუამარ კადაფის. ისევ საფრანგეთის პრეზიდენტის. ეს არ ცვლიდა ბუნებას მისი დიქტატურის. და მუამარ კადაფი ვერსალში ნამყოფი იყო და საფრანგეთის პრეზიდენტები საკუთარ კაბინეტში იღებდნენ, ხვდებოდნენ. ეს ნამყოფიც არ არის. ლუკაშენკოსაც ელაპარაკებდა. ხო თაფდებით იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინი კლასიკური დიქტატორია. უცხო სახელმწიფოები მასაც ელაპარაკებიან. ეს არ არის არანაირი კრიტერიუმი იმის, რომ ვიღაცამ ამ თვალსაზრისით თქვას, რომ აი ეს დიქტატურა არ არის, ელაპარაკებიან. და საკმაოდ წარმატებულადაც რიგ შემთხვევაში უბრალოდ საკითხი ის არის, რომ ჩვენი საზოგადოების აქტიური ნაწილის გადასაწყვეტია არის ეს რეჟიმი დიქტატორი თუ არა. ჩვენ ქუჩაში უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანების იურისტების ჩვეულებრივი მოქალაქეების გადასაწყვეტია ეს დიქტატორი დავამხობთ თუ არა. ეს არის მოსაზრება, რომელსაც ეყრდნობოდა ჩემი ეს საუბარი სასამართლოს წინაშე, როგორც ეხლა ბატონო თქვენ მისმენთ, ასე მისმენთ და ის მოსამართლეც. თქვენ ეხლა მისმენთ გასაგებია, იმიტომ რომ ეს ამას ეხება და მისმენთ, მაგრამ იქაც ესე უსმენ და ამას მოსამართლეს და პროკურორს. და ბოლოს კი წავიდეთ. იქ წაიკითხა პროკურორმა ჩემი სიტყვები, ხო, იქ მე ვამბობ, რომ ხელისუფლება უნდა დააფრეს ნებისმიერ ფასად. ხო, დამხობაში გულისხმობ ნებისმიერ ფასს. მე გითხარით, ბატონო, თუ ჩემ დახვედას გადაწყვეტ, სიტყვას, აი ანალოგია სწორედ განვიდით, ხო? ის არის. მე შევეცდები, რომ თქვენ დახვედოთ სანამ დახვედით. თუ ჩემ შეურაცხყოფას და ფეთქვის გათელას გადაწყვეტ, მე შევეცდები ამაზე პასუხი გაქცევ. ეს ჩემი ბუნება, მე ადამიანი და მეთმა ასეთად გამაჩნია. მეორე მხრივ ეს მას რომ სისტემური ხასიათი აქვს ამ ადამიანების შეურაცხყოფას და ადამიანების ბულინგს, დეჰუმანიზაციას და ჩვენ რო ჩამეკითხეთ მომცა ამან დიდი იმისგან რომ თითქოს ასე ნორმალურად ვართ, მაშინ ასე რო იყოს, ხვალე ყველა შეუვარდებოდა და ჩამოახჭობდა და არ გააბედინებდა ამას. არა ბატონო, ასე არ ხდება. მე გეტყვით რომ მაგალითად დღევანდელ სამყაროში გადახედოთ ისრაელის სახელმწიფო არის ჩვენთან შედარებით ბევრად უფრო ძლიერი სახელმწიფო და განსაკუთრებით ბრძოლის როლზე შეუძლებლად ძლიერი. მაგრამ ამ ხალხის ბედნიერი და ბაბუები იყვნენ ისინი, რომლებიც ჰოლოკოსტს შეეწყვეტნენ. 5 მილიონი ადამიანი შვიდა და წყნარად გაანადგურა რეჟიმი. სხვათა შორის არანაკლები ტოლერანტობა აჩვენა საშინელი რეჟიმის მიმართ ფრანგულმა საზოგადოებამ. საფრანგეთი ცალსახად აღიარებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ისტორიის ქვეყანაა. ხო? ფრანგებმაც კი მოახერხეს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში თავი დაეხარათ დამცირებისთვის და შეურაცხყოფისთვის, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ერთმაც და მეორემ ისეთი იფეთქა, რომ ერთმაც ჩამოახრჩო თავისი მწვალებელი და მეორემ რა ვიცი გაასამართლა ყველა კოლაბორაციას. ანუ ის რომ დღეს ჩვენ აი ესე ვსხერვართ, ის რომ დღეს ჩვენს თავს არ ბობოქრობს ქართული საზოგადოება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანა არ ვართ შეურაცხყოფილი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიქტატურას ბოლომდე არ ბრძნობს თითოეული ქართველი. ამას აბსოლუტურად არ ნიშნავს. უბრალოდ ყველაფერი დროში, ცხოვრებაში ყველაფერი პროცესი, ყველაფერი რაღაც საკითხი გაწერილია და ადამიანებს იმისთვის, რომ ეს ძიმე ნაბიჯები
აგიქან ბოლომდე ჭირდება კიდევ უფრო მეტი დრო. იმის ანალოგია, რასაც მე ვამბობ, ამის ანალოგია არის მაგალითისთვის აი აბსოლუტური ჭეშმარიტება. ჩვენ ადამიანები ვართ, ყველა აბსოლუტურად ყველა ვიცით, რომ საბოლოო ჯამში ყველა კვდებით ოდესმე, ხო? მაგრამ ამაზე ხო ვაფიქრობთ. ხო, ჩვენი ფსიქიკა ესეა მოწყობილი, რომ ძალიან დიდ უბედურებებს ცდილობთ თვალებში არ ჩავხედოთ. მაგრამ ეს რაღაც პერიოდი გრძელდება აუცილებლად, რა ძალიან შორს არ არის ადგილი, რომ საბოლოო ჯამში აქ უბრალოდ არის როგორც თქვენ ხედავთ ისე ხმად ვარ ამაში დარწმუნებული, რომ ჩვენ მოვესწრებით ძალიან მალე ნახავთ, რომ ქართული ხალხის სახელი, ქართული ხალხის მიერ დამხობილი იქნება ივანიშვილის ხელისუფლება და ამას მოყვება მასიურად ამ რეჟიმის გასამართლება. და ეს რო ერთადერთი პერსპექტივა ამის საილუსტრაციო გეტყვით კიდევ ერთრამის, რომ აი დღეს მე არ ვარ პოლიტიკოსი, არ პოლიტიკოსი. და არ მაქვს ეს პოლიტიკური კეთილშობილი, მაგრამ პოლიტიკური ამბიციები არ გამაჩნია. ამიტომ ბევრად უფრო თამამად ვსაუბრობ. და თქვენ წარმოიდგინეთ დღეს რო ქართული პოლიტიკოსები, რომლებიც ჩემთან განსხვავებით ამბობენ, რომ აი არჩევნებიც არის ერთადერთი გზა და არჩევნები არის, ну, როგორც ამბობენ, ხო ამბობენ. შედეგი ხო იგივეა. ხვალ რო ივანიშვილი არჩევნებით დამარცხდეს, ზედ ის ციხეში ისდება. ის მარტო კი არა, მასთან ერთად ქართული კოცობის აბსოლუტური უმრავლესობა. და მე გეტყვით ბატონო რომეო, რომ ეს ჩემი შეხედულებით დამხობა რატო არის ერთადერთი გზა. იმიტომ რომ ეს მას ჩვენზე კარგად ისმის. ნებისმიერი სახით ამ კაცის მხრიდან ძალაუფლების დათმობა ნიშნავს მას ციხეში. მისთვის ეს არის ან ყველაფერი, ან არაფერი. და უფრო მეცაც გეტყვით, მარტო თავის ციხეში ჩაძვებას კი არ ნიშნავს. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ისე ჩაიგდის ახალი ხელისუფლება საქართველოში რო იქნება სიტყვაზე ბერას და ღარიბაშვილის ის ცნობილი საუბარი საფუძველი. არ ჩაიგდის. და ის არ იქნება ერთადერთი ბატონო რომელი. ეს სავსე იქნება. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, მეტნაკლებად მესმის ადამიანის ბუნება. ჩვენ ძალიან ბევრ სიმართლეს ვიტყვით მთელი ქართული საზოგადოება, როგორც ხელისუფლება შეიძლება. და ეს იცის ივანიშვილი. ამიტომ გააკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენ დაგვაშინოს. თქვენ ჩვენს ხოცნობიერს უთხრას, რომ მე თქვენ გესვით საბოლოო ჯამში თუ არ გაჩერდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბოლოს დავამთავრებ ამით ძალიან დიდ მოდის ვიხდი, ბევრი დრო წავიდე მე მგონი, მაგრამ აი თავიდან რომ მკითხეთ თქვენ, აღიარებთ თუ არა დანაშაულს. რა არ ვიცით, მე თქვი ეს, რასაც ვამბობ. უბრალოდ არ მისმის ეს დანაშაულია, თუ ეს არის კეთილსინდისიერი მოქალაქეობა. ეს თქვენ გადაწყვეტთ. ეს არის ჩემი შეხედულება. და დაკვირდი თავიდან რომ მოწოდებასთან დაკავშირებითაც ჩემს კომენტარს გავაკეთებ. ბატონო რომეო, შეხედეთ, მე არ უწოდებ ადამიანებს არაფრისკენ. ერთი მარტივი მიზეზის გამო. არ მივიჩნევ თავს ადამიანად, რომელსაც აქვს უფლება სხვას რამისკენ მოუწოდოს. ამიტომ ჩემს ვორდინგში როგორც წესი, არ არის მოწოდება არ არის. მე ხსნით ჩემს პოზიციას, ჩემს შეხედულებას, თუ ვინმე იზიარებს და მე ვიცი უამრავი ადამიანი იზიარებს. უამრავი ადამიანი. ძალიანაც კარგი, მაგრამ მოწოდება როგორც ასე, ეს სხვა, ამიტომ ამ დისკუსიაში, სიტყვა მოწოდების დისკუსიაში ამ თვალსაზრისით არ შევიდო. მაგრამ ერთი ხო ფაქტია, ხო? არც ჩემი გონება მუშაობს აბსოლუტურ ვარდოში, არც თქვენი და არავის. ჩემი შეხედულებაც და იმ ადამიანის შეხედულებაც, ვინც ამბობს, რომ ივანიშვილს არჩევნებით გაუშვებს. ისიც ორივე ეს შეხედულება საბოლოო ჯამში კოლექტიურად ქართული ცნობიერების ნაწილია, ხო? აი ჩვენ საიდანაც რასაც გებულობთ, რაც გვესმის, რაცაც ვაკვირდებით, ამიტომ უნიკალური ამ შეხედულებებში არც მე ვარ მარტო და არც ის ვინც თქვის სხვანაირად. შესაბამისად, აქ მოწოდების არსიც არასერიოზულია. მაგრამ თუ რა ვიცი, თქვენ გადაწყვეტეთ ეს მოწოდებაა, ეს საკუთარი შეხედულებაა და თუ როგორ გნებავთ. და ამიტომ როგორც გითხარით, მე არ ვიცი, დანაშაულია, კი ბატონო, იყოს დანაშაული. არ მივიჩნევ ამას დიდ მორალურ წრეხად და ჩემთვის თავარია რომ დანაშაული არ იყოს, როგორც მე ადამიანს მესმის დანაშაული. ვინმესთვის არ მქონდეს რამე მოყარული, ვინმესთვის არ მქონდეს რამე წარქმეული. თორე რაც გინდათ იმას დაახდით დანაშაული, მე პრობლემას არ ხედავ. ამიტომ მე მგონია თქვენ სწორედ გამიგეთ ბოდიშვილის სხვადასხვანაირად შესაძლოა მოგიწევთ ამაზე ფიქრი, არის ეს დანაშაული თუ არა? კანონში რა წერია, იმის კარგად გააზრება. გადაწყვეტილება თქვენ ხელშია. მე ნამდვილად იცით მეორე ცხრაწლიანი მუქი მაქვს, ამიტომ ძალიან ბევრად არ ვწუხარ ამაზე, სამი დაემატება თუ მოაგვიყვება. ძალიან დიდი მადლობა ყველას.
აი ხა გავალ მოგაკაცრათ მე მარტო იმიტომ დავჭი რომ ბაჩოსთვის მომესმინა და არა იმიტომ რომ თქვენ თვლით მოსამართლეთ ეს უქებიან ალბათ ვიგზავნით თქვენ აი ეხლა შეიძლება მოვუსმინეთ შესაძლოა სიტუაცია და ეფექტურ შემოსვლაზე ასენეთ ან ეფექტურ შემოსვლები არცეც სამხობს არ აქვს იქ მარტივი ჭეშმარიტება არის რაც აბსოლუტურად არის გაწეული როდესაც სასამართლო შემოსვლათა დარბაზში ელემენტარული არის ეს რომ გაწევილიც არ იყოს ისედაც უბრალოდ ადამიანი შეიძლება კარნახობს უნდა კარნახობდეს მით უფრო